ზოგადად რა უნდა ვიცოდეთ ავტომობილის გამოსაბოლქვი სისტემის შესახებ. მანქანა არის როგორც ჰაერის ტუმბო, რომელსაც აქვს სუფთა ჰაერის შემშვების სისტემა და გადამუშავებული აერების გამშვების სისტემა. გამონაბოლქვის სისტემა არის ჯაჭვი, რომელიც შედგება პირველი გამშვები კოლექტორი. ის აგროვებს გამონაბოლქვ გაზებს ცილინდრებიდან და აგზავნის მას შემდგომ სისტემაში. ხარხნული კოლექტორი არის სქელი თუჯის ან ფოლადის. კარგად ახშობს ხმას და ვიბრაციას. დროთა განმავლობაში ძალიან მაღალი ტემპერატურის გამო ის შეიძლება გაცვდეს, გაეხრიტოს და მოიწვევს რიგი პრობლემებს, როგორიც არის არანორმალური ხმაური და ავტომობილის სიმძლავრის დაკარგვა. არსებობს ასევე სპორტული ტიუნინგი და ტურბო კოლექტორები. ისინი უჟანგავე მეტალის ან ტიტანისგან შედგება და ავტომობილს 5-დან 10%-მდე სიმძლავრეს უმატებენ. რა თქმა უნდა, ის შემთხვევაში თუ შემდგომ დანარჩენი სისტემაც სპორტულია და ავტომობილი არის გადაპროგრამირებული. მინუსებიდან ეს ყველაფერი ნაკლებად გამძლეა, აქვს მეტი ხმაური და ვიბრაცია. შემდგომ მოდის კატალიზატორი. მისი დანიშნულება არის მავნე გამონაბოლქვის განეიტრალება. მისი შიგთავსი შედგება კერამიკისგან და ძვირადღირებული მეტალებისგან, როგორიც არის პლატინა, პალადიუმი და როდიუმი. აქვე ყენდება ლამბდა სენსორები, ანუ გამონაბოლქვის სენსორები. ის ზომავს ჟანგბადის რაოდენობას გამონაბოლქვში და აწვდის კომპიუტერს, რათა მან დაარეგულიროს ჰაერის და საწვავის სწორი მიწოდება. კატალიზატორი ართმევს ავტომობილს 3-დან 6 ცხენის ძალამდე, რადგან ის აფერხებს გამონაბოლქვის ნაკადს. ამიტომ სპორტულ მანქანებში ხშირად ხდება მისი ამოღება ან ჩანაცვლება. ტურბინიანის შემთხვევაში ეგრეთ წოდებული დაუნფაიფით ან სწორი ტესტ პაიფით, ატმოსფერული შემთხვევაში ან ეგრეთ წოდებული პლამეგასიტელით. რა არის გოფრა? მოძრავ ელასტიური ელემენტი, რომელიც აფერხებს ძრავის ვიბრაციის და მოძრაობის გადაცემას სისტემაზე. ქარხნულად დგება წინაწამყვან კვადრო და ჰორიზონტალურად დგომ ძრავიან ავტომობილებზე. შემდგომ მოდის რეზონატორი. ის ასტაბილურებს გაზის ნაკადს, თანთქავს ხმების მაღალ ძიგძიგს, არბილებს დაბალ და თანაბარს ხდის ხმას, ამცირებს აკუსტიკურ რეზონანსს სისტემაში. შიგნით ხშირად ავსებულია ბაზალტის ბოჭკოვანი მასალით, რომელიც ხმის და თერმოიზოლაციის ფუნქციას ასრულებს. ტიუნერები რეზონატორის ადგილას ხშირად სწორ მილს ან ეგრეთ წოდებულ სტრონგერს აყენებენ. რეზონატორისგან განსხვავებით მას ლაყუჩისებრი პერფორაცია აქვს, რაც აფერხებს გამონაბოლქვის უკან შებრუნებას. ზოგადად არსებობს გამოსაბოლქვის სისტემის უამრავი კონფიგურაცია, როგორიც არის მარტივი ერთიანი სისტემა, ეგრეთ წოდებული პირდაპირი გატრუბვა, არც ისე ეფექტური Y ფაიფი, ეგრეთ წოდებული H ფაიფი, რომელიც ათანაბრებს წნევას სისტემაში, გვაძლევს თანაბარ და კარგ ხმას, რომელიც ყენდება არა მარტო V ტიპის ძრავებზე, არამედ რეადნი ორ მაყუჩის ბაზიან ძრავებზეც. X ფაიფი არის სპორტული გამონაბოლქვის დეტალი, რომელიც V ტიპის ძრავებზე ყენდება, როდესაც გვაქვს დაბალ ბრუნზე ბევრი ნიუტონ-მეტრები და გვინდა მაღალ ბრუნზე ცხენის ძალების გაზრდა. მარტივად რო ვთქვათ, ის ეხმარება ძრავს სუნთქვაში და გვაძლევს სპორტულ ხმას. ბოლო მაყუჩი. ქარხნულად ის წარმოადგენს ლაბირინთს მახეს ხმაურისთვის. ნაკადიდან მომავალი ხმაური გადის შორ გზას, კამერიდან კამერაში. ხმის ტალღები ერთმანეთთან დაჯახების და დახშობის გამო ძალას კარგავენ და შედეგად ვიღებთ მაყუჩიდან